თებერვალს ლიდერ ქალთა ორგანიზაციის ინოვაციური ჟურნალის Business Woman Magazine-ის მორიგი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ლიდერ ქალთა ორგანიზაციამ დღეს რიგით მერვე ჟურნალის პრეზენტაცია გამართა, რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანი სტუმრებით გამოირჩეოდა, დასწრება იყო საკმაოდ მაღალი. დღევანდელი ღონისძიებაც ნათელი მაგალითი იყო იმისა, რომ ორგანიზაციის წევრ ქალბატონებს შესაძლებლობა მისცემოდათ ერთმანეთის წარმატებული ისტორიების გაზიარების და კვლავაც ორგანიზაცია გეგმავს არა მარტო მსგავსი სახის ღონისძიებებს, ასევე ტრეინინგებს, საქველმოქმედო ღონისძიებებს, თუ საზღვარგარეთ ბიზნეს შეხვედრებს და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ეძლევა მეწარმე ბიზნესმენ წარმატებულ ქალბატონებს სურვილის შესაბამისად შემოგვიერთდნენ. დღეს ჩატარდა ლიდერ ქალთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული მორიგი საინტერესო განსხვავებული ჟურნალის პრეზენტაცია, რომელიც ძალიან კარგი შთამბეჭდავი სიტყვებით იყო დატვირთული. მოცემულ შეხვედრაზე ლიდერ ქალთა საზოგადოებამ წარადგინა ჟურნალების ახალი გამოცემა, ახალი ტირაჟი, რომელიც ძალიან კარგი მშვენიერი ქალბატონებით იყვნენ დამშვენებულები. ჟურნალში შევხვდებით სხვადასხვა სახის წარმატების ისტორიებს, რომელსაც გვიზიარებენ ჩვენი საზოგადოების წევრები. ლიდერ ქალთა საზოგადოება აგრძელებს კვლავ აქტუალურ საინტერესო თემებისა და ღონისძიებების შემოთავაზებას, რომელსაც აუცილებლად ეტაპობრივად გაგიზიარებთ. ერთად აღმოვაჩინოთ თუ როგორ შეგვიძლია გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და შთავაგონოთ სხვები. სწორედ ეს იყო ლიდერი ქალბატონების შეხვედრის მთავარი მიზანი. 11-მა გამორჩეულმა ქალბატონმა დამსწრეებს საკუთარი წარმატების ისტორია და გამოცდილება გაუზიარა. ქალბატონი ნათია შათირიშვილი ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს თითოეულ ქალბატონს იმისთვის, რომ წინ წაიწიოს, იმისთვის, რომ მათი საქმიანობა გააცნოს საზოგადოებას, ქვეყანას და არა მარტო საქართველოს ფარგლებში, მის საზღვრებს გარეთაც. ეს ჟურნალი ინგლისურენოვანიც გამოდის, ურიგდება საელჩოებს და საშუალება ეძლევათ ქალბატონებს თავიანთი სახე და საქმიანობა გააცნონ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნებს. ძალიან მიხარია, რომ ამ კონკრეტულ ჟურნალში, ამ გამოცემაში რიგით მერვეა, როგორც ვიცი, დაიბეჭდა ჩემს შესახებაც, ჩემი საქმიანობის შესახებ და მადლობას ვუხდი ნათია შათირიშვილს, ვაკოს, რა თქმა უნდა, მის უსაყვარლეს ვაჟს, აი ამ წამოწყებისთვის, რომ ამდენ ქალბატონს აერთიანებენ და აძლევენ სტიმულს, იმუშაონ, დაუღალავად და დაუფასდეთ, რა თქმა უნდა, მათ თითოეულს მათი შრომა და წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს არის ჟურნალის წარდგენა, ვარ ყდაზე წარდგენილი. ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება არის, როდესაც ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები უყურებენ ამ ყველაფერს, თუ საიდან სად მოვედი და მე ვფიქრობ, რომ ლიდერ ქალთა საზოგადოებას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი მოტივაციის ამაღლებაში. მოტივაციით, ცოდნის გაზიარებითა და დისკუსიებით გაჯერებული საღამო გალა ვახშმით დასრულდა.